ხშირად დასმული შეკითხვები. როგორ გავხდე მორწმუნე? როგორ დავიჯერო უხილავი სამყაროს არსებობისა? მე მჯერავს იმისა, რასაც ჩემი თვალებით უყურებ. ალბათ ამეთანხმებით, რომ ეს ხშირად დასმული შეკითხვებია. აი პასუხები ამ შეკითხვებზე. სულებს ჩვენსავე სხეული არ გააჩნიათ. იმისათვის, რომ ჩემთვის უხილავი, ანუ სულიერი სამყარო ხილული გახდეს და მე შევიცნო ეს უხილავი სამყარო, ამისათვის საჭიროა ადამიანმა დაიწყოს სულიერი ცხოვრება. ამისათვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ადამიანმა, მონათლულმა ადამიანმა უნდა აიყვანოს სულიერი მოძღვარი, თუ მონათლული არ არის, უნდა მოინათლოს მართლმადიდებულ ტაძარში და სულიერი მოძღვრის ლოცვა კურთხევით უნდა ჩააბაროს აღსარება, გენერალური აღსარება, მოინანიოს თავისი ცოდები, მერე ამას მოყვება წმინდა ზიარება, შემდეგ ყოველდღიური ლოცვითი კანონების შესრულება, მარხვის დროს მარხვის დაცვა. რაც უფრო ადამიანი გაძლიერებული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, გაძლიერებული ლოცვებით, გაძლიერებული სულიერი ღვაწლით, მით უფრო ეშმაკს ეძლევა საფუძველი და ბოროტ სულებს, დემონებს, რომ გამოუცხადოს ადამიანს თავისი არსებობა. მანამდე კი ეს ბოროტი სულები, როგორც მაპატიეთ რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, შპიონი ისე მოქმედებენ. ისინი არ უმჟღავნებენ ადამიანს თავიანთ არსებობას, აწვდიან მცდარ აზრებს, რამე თუ ეშმაკი არის სიცრუვის მეფე. ადამიანი კი ამას ვერ ხვდება. მას გონია, რომ ეს მისი აზრებია, ამიტომ ხშირად ადამიანები იტყვილებიან ბოროტი სულების ზეგავლენის გამო. აი როგორ შეიძლება ადამიანმა აიძულოს ეშმაკს და მის დემონებს, რომ გამოუცხადონ მათ თავიანთი თავის არსებობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ სულიერი ცხოვრება და ეს საფუძველი იქნება რამე თუ რათა უხილავი სამყარო ჩვენთვის ხილული გახდეს. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი გია აფხაძე და დამისვათ შეკითხვები.